სადაზღვო ბაზარს მოგება შეუმცირდა იანვარ-სექტემბერში სექტორმა 113 მილიონი ლარის წმინდა მოგება დააგენერირა, რაც წლიურად 2 მილიონი ლარით შემცირებული მაჩვენებელია. დაზღვევის სახელმწიფოზე დამხმარებლობის სამსახურის მონაცემებით კომპანიებმა 9 თვეში მილიარდ 98 მილიონი ლარის სადაზღვო პრემია მოისდეს. ანაზღაურებული ზარალი კი 551 მილიონი ლარია. რამ განაპირობა მოგების შემცირება, სადაზღვო ბაზარზე რა პერსპექტივებია და რას უნდა ველოდოთ მომავალი წლისთვის სადაზღვო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით. დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაძეა ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დავიწყოთ იმით, რა მთავარმა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ ის შემოსავლები და ის მოგება, რომელზეც მთელი ეს წლები საუბრობდით, რომ ის ზრდადი იყო, შემცირების ტენდენციით ხასიათდება. მოგესალმებით. დიახ, მართლაც 9 თვის შედეგების მიხედვით წმინდა მოგების პარამეტრი მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო მოზიდვა საკმაოდ სოლიდური პროცენტით არის გაზრდილი, წმინდა მოგების პარამეტრი შემცირდა. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს. ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ყველაზე მსხვილ მიმართულებაში დაზღვევისა და ეს გახლავთ ჯანმრთელობის დაზღვევა, საკმაოდ მოიმატა ერთ დაზღვეულ ადამიანზე უტილიზაციის მაჩვენებელმა. შესაბამისად, ეს ხარჯებს ზრდის სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენ თუ ავიღებთ სახსტატის მონაცემებს და ჩვენ დამოუკიდებელი მონაცემებიც გვაქვს დაზღვევიდან, სამედიცინო სერვისების ფასები უფრო მეტად არის გაზრდილი, ვიდრე სადაზღვეო პრემიის ფასები. ანუ სადაზღვეო პრემიის ზოგიერთი მიმართულება სამედიცინო დაზღვევას გულისხმობ, ან ერთ ადგილას დგას, ან უმნიშვნელოვანად არის გაზრდილი და ზოგიერთ შემთხვევაში კლებასაც კი გვაქვს საქმე. შესაბამისად, ის მოგება, რომელიც ამ პრემიებს უნდა დაეგენერირებიათ, გაზრდილი უტილიზაციის ხარჯზე შემცირებულია. ამან მნიშვნელობა იქონია ზოგად სურათზეც და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საოპერაციო მოგება გაზრდილია, მოზიდვა გაზრდილია, წმინდა მოგების პარამეტრი მნიშვნელოვნად შეამცირა. მნიშვნელოვნად შეამცირა იმ გადმოსახედიდან, როცა გაზრდილი არის საერთო მოზიდვა. გარდა ამისა, ის პარამეტრები, რომელსაც ჩვენ აღნიშნავთ ხოლმე, მაგალითად ჯანმრთელობის დაზღვევის ზრდა, ავტომობილების დაზღვევის ზრდა, ზუსტად იმ ტემპებით მიმდინარეობს, როგორც ადრე მიდიოდა, რომელიც საკმაოდ მცირეა. მოგეხსენებათ, რომ 20-21% არის მაქსიმალური პარამეტრი კერძო დაზღვევის ნაწილში სამედიცინო კუთხით და 7-8% კერძო მანქანების დაზღვევის კუთხით. სადაზღვეო ინდუსტრია მოლოდინშია ისევ სავალდებულო დაზღვევისა, რომელიც ასე ვთქვათ, ძალიან მაღალ დონეზეა დამუშავებული და ძალიან ბევრი შრომაა ჩადებული. გულისხმობ ავტომობილთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას, რომელიც ერთგვარად მანქანების დაზღვევის ნაწილში მოსახლეობის თითეული ოჯახისადმი დაზღვევის მიწვდომადობის ნაწილში არა მარტო პირდაპირ, არამედ არაპირდაპირ ეფექტს გამოიწვევს. დაანიველირებს იმ ფასებს, რომელიც კასკოს ნაწილში არის და ნებისმიერი ზარალი, რომელიც ავტომობილით იქნება მიყენებული, იქნება პრაქტიკულად სრულად გადახდილი. აღნიშნული წლების წინ გაიარა ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა, უფრო ადრე ევროპულმა ქვეყნებმა და აქაც იგივე მოლოდინის წინ დგას დაზღვევა. გაქვთ უკვე ინფორმაცია რა ეტაპზეა ეს საკითხი და დაუშვათ რამდენად უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი ინფორმაციით გადაწყვეტილება იქნება. დიახ, ჩვენი ინფორმაციით ალბათ ნებაზე არის დამოკიდებული, რომ მაგალითად საკომიტეტო მოსმენები დაიწყოს უკვე აღნიშნულთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ბევრ და კომპლექსურ ფაქტორებზეა დამოკიდებული და ჩვენც მოთმინებით ველოდებით აი ამ დღეს, როცა დაგვიძახებენ და ჩაგვთავენ მსჯელობაში. კი ბატონო, თვითონ სადაზღვეო ინდუსტრია, როგორც ასეთი, საინვესტიციო თვალსაზრისით რამდენად კვლავ საინტერესოა, სწორედ იმ მაჩვენებლების გათვალისწინებით, რომელიც მე ვახსენე შესავალ ნაწილში და რომელზეც ახლა თქვენი საუბრეთ და თავად სადაზღვეო ინდუსტრიის დაუშვათ უხეში სიტყვა რომ გამოვიყენა ბრალეულობა ამ ნაწილში რამდენად არის, ანუ მათ შორის იგივე ცნობადობის კუთხით, მათ შორის იგივე რამდენად საკმარისია ანაზღაურებული ზარალების მაჩვენებელი იმ მასშტაბით, რომ დაუშვათ რაც შეიძლება უფრო მეტი მოქალაქე დაინტერესდეს, თუ უბრალოდ სტრუქტურიზებული სისტემა გვაქვს ასეთი, რაც რეალობაში გვაძლევს ამ შედეგს. ძალიან კარგი კითხვაა. აი 10-15 წლის შედეგებს თუ გადავხედავთ, სადაზღვეო ინდუსტრიამ და მათ შორის სადაზღვეო რეგულატორმაც
არა მარტო ცნობადობის, არამედ განხილული ზარალების სტრუქტურირების ნაწილში სწორედაც სპეციალური სამსახურის შექმნის ნაწილში ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა წინ. დღეს, რა თქმა უნდა, სასამართლოებში მიდის სადაზღვევო кейსები, მაგრამ მანამდე გადის იმ ეტაპებს იგივე თუნდაც რეგულატორთან, რომელიც ასე ვთქვათ, იხილავს და რეკომენდაციებს გასცემს კონკრეტული ანაზღაურების შესახებ. რატო ვლაპარაკობ ამას? ყველაზე კარგი რეკლამა დაზღვევისთვის არის სწორად ანაზღაურებული ზარალი. თუმცა საინვესტიციო თვალსაზრისით შეეხება გაცილებით უფრო დიდი დიფერენცირება მოხდა ეგრეთ წოდებულ დიდ სადაზღვევო კომპანიებს შორის და პატარა სადაზღვევო კომპანიებს შორის ბოლო წლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ მე წინა კვარტლის შედეგებშიც აღვნიშნე, რომ აი 3 კვარტლის შედეგით 7 კომპანიას აქვს პრაქტიკულად კლება შემოსავლებში, ხოლო დიდ კომპანიებს კიდევ უფრო მეტი ზრდა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ზრდის პარამეტრი ცუდი არ არის. შესაბამისად როლი როგორც თითოეულ სადაზღვევო კომპანიისა, ასევე მათი ნოუ-ჰაუსი, ინტელექტისა, თუნდაც იმ უკან მდგომი კორპორაციებისა, რომელიც დიდი სადაზღვევო კომპანიების უკან დგას, გაცილებით უფრო წინ არის წამოწეული, ვიდრე 10-15 წლის წინათ იყო. შესაბამისად, ისე მოუმზადებლად, როგორც თქვა 15-20 წლის წინათ, შეიძლება ადამიანს ქონოდა ან კორპორაციას სურვილი, რომ სადაზღვევო კომპანია გაეკეთებინა, ახლა უნდა დაფიქრდეს მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ამ ბაზარზე, ამ მაღალ კონკურენციაში მოგეხსენება 19 კომპანია, ძალიან კარგი სასტარტო პირობები უნდა ქონდეს ინვესტორს, რომ დაიწყოს. ან უნდა იყიდოს რომელიმე წარმატებული ან აღმავალ გზაზე მდგომი სადაზღვევო კომპანია. ჩვენ გქონდა ბოლო წლებში ასეთი მაგალითები, როცა უცხოურმა კომპანიებმა იყიდა, მაგრამ ეს ჭარბი არ არის, იმიტომ რომ ჩვენი ბაზარი მაინც საბოლოო ჯამში მცირეა, იმიტომ რომ ჩვენ აი კიდევ აღნიშნავ, რომ ველოდებით ტოტალურ კანონს, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ამ ბაზარზე სიტუაციას. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს თემა, რომელიც ყველას გვეხება და რომელიც განსაკუთრებულად აქტუალურია ამ პერიოდში, სადაზღვევო თვითონ პრემიის მოცულობა და ის თანხა, რომელიც არის განსაზღვრული ამა თუ იმ დაუშვათ მოქალაქის შემთხვევაში კონკრეტული რაღაც თანხის ოდენობით. საკმაოდ გაიზარდა მოცულობები წინა წლებთან შედარებით და იმდენად დიდია ზრდა, რომ შესაძლოა მოქალაქემ მიიღოს გადაწყვეტილება მიღირს კი ან მინდა კი დაუშვათ გქონდეს დაზღვევა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაუშვათ მთელი წლის განმავლობაში რაიმე მკვეთრი манипуляციებით სამედიცინო სექტორში ჯანმრთელობას გულისხმობ. ჯანმრთელობას გულისხმობ. ამ შემთხვევაში მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ დაზღვევა ყველა შემთხვევაში საჭიროა და არ შეიძლება რომ დაზღვევის გარეშე რომელიმე მოქალაქე იყოს. მაგრამ თანხობრივად ის იმდენად ზვირდება, რომ რეალურად ეს კითხვები ისმის. რამდენი პროცენტი აზრს უნდა ველოდოთ? ამით დავიწყებ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ რამდენად შესაბამისია თანხა და ხარისხი. აი, მიუხედავად იმისა, რომ და უпростоრეთ დაყრდნობით იმაზე, რომ მოგება შეუცდათ სადაზღვევო კომპანიებს, ანუ მათი ანდერრაიტინგი ძალიან მოზომილ ფასებს აგენერირებდა პრემიებში. მაგრამ სამედიცინო სერვისების ფასმა რამაც გამოიწვია ეს მოგების შემცირება და ინფლაციურად გაასწრო სადაზღვევო პრემიის ფასს, ალბათ მომავალში ანდერრაიტერები ამას გაითვალისწინებენ სადაზღვევო პრემიებში. ჩვენ ადრეც ვამბობდით და ეხლაც ვიტყვით, რომ თუ შემოვა დასაქმებულთა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა, აღნიშნული ერთგვარად გადაანაწილებს ამ პრემიას ყველა დასაქმებულზე და მარტო ის ადამიანი, რომელიც გაბედულია და კერძო დაზღვევა იყიდა, არ დარჩება, ასე ვთქვათ, კერძო დაზღვევის ამარა. შესაბამისად, აი პროცენტულ მაჩვენებელს რაც შეეხება, თქვენ რაც ვკითხეთ, მე ვარაუდობ, რომ 5-დან 10%-მდე ალბათ სამედიცინო დაზღვევაში პროდუქტების მიხედვით უნდა ველოდოთ 2026-ში ზრდას, იმიტომ რომ ეს სწორედ ის ციფრებია, რომელიც სამედიცინო სერვისების ნაწილში ზრდა არის და უნდა დაეწიოს მათ დაზღვევა, რომ მთლიანად, ასე ვთქვათ, ანაზღაურების უნარიანი დარჩეს ამ მიმართულებით დაზღვევა. კი ბატონო, ანუ უნდა ველოდოთ, რომ გაიზრდება და ხარისხობრივად შესაბამისია დაუშვათ ეს გაძვირებული პრემია და ამ შემთხვევაში დაუშვათ გაწეული მოსამსახურება. თვითონ სადაზღვევო კომპანიები ამ ფასების, სამედიცინო ფასებს გულისხმობ, მომხმარებლები არიან. და ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი ხელით, ასე ვთქვათ, საყოველთაო ჯანდაცვა DRG-ით და მნიშვნელოვნად კარგი ფასებით სარგებლობს სერვისებზე და მეორე მხრივ კერძო დაზღვევა პრაქტიკულად გარიგებების, ასე ვთქვათ, კომპანია როგორ მოახერხებს იმ ფასია დამოკიდებული კლინიკებთან და სამედიცინო მიმწოდებლებთან და ასიმეტრიულია საკმაოდ სამედიცინო სერვისების ფასები. ამ მიმართულებითაც თუ იქნებოდა გარკვეული სინათლე შეტანილი, ეს თითოეულ ჩვენთაგანის სამედიცინო დაზღვევის პრემიაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებდა.
ამიტომ ამ მიმართულებით თუ იქნება ნაბიჯები გადადგმული, ჩვენ ვხედავთ, რომ ჯანმრთელობის სამინისტრომ დაახლოებით 1 წელიწადზე მეტია გარკვეული დიალოგი დაიწყო სადაზღვევო კომპანიებთან ეგრეთ წოდებული დაშენებული პაკეტების და სხვა თანმიმდევრი პროცესების ნაწილში, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ამას გაგრძელება არ მოყოლია და კარგი იქნება თუ ეს დიალოგი გაგრძელდება, ბევრ საკითხში სინათლე შეიტანდა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ლაშა ნიკოლაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.